მოსამართლე ნატო ხუჯაძემ დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე გელა ხასაიას საქმის მტკიცებულებების დასაშვებობაზე და აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელა. სამოქალაქო აქტივისტმა სასამართლოს ხდომაზე სიტყვის უფლებით ისარგებლა. კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ არ აღიარებს ბრალს და რატომ არ უნდა იყოს წინასწარ პატიმრობაში. მეტი დამაჯერებლობისთვის და შედარებისთვის მან ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი გარიბაშვილის საქმე გაიხსენა. მოსამართლემ ბრალდებულს სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინა. მთელი ეს პერიოდი ვცდილობ რაღაც პატარ-პატარა სიმართლის დაჭერას. მე უფრო შევეგუებოდი იმ გარემოებას, თუ სასამართლო ან ვინმე ამიხსნის, როგორ შეიძლება მე მტკიცებულებებზე, მოწმეებზე ზეწოლა უფრო მეტად შემეძლოს, ვიდრე შეუძლია თუნდაც ამ ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს. თქვენს ბრალთან დაკავშირებით ისაუბრეთ, ღარიბაშვილს თავისი გაჭირვება აქვს. მე ღარიბაშვილზე არ ვსაუბრობ ამ მომენტში, თუ თქვენ დამტოვებთ პატიმრობაში, მე მინდა თქვენგან მინიმუმ ის მოვისმინო, რომ როცა მივალ ჩემს კამერაში და დავფიქრდები, პატარა პროცენტი მაინც მქონდეს იმის იმედი, რომ რაღაცა ობიექტურობა არსებობს. გელა ხასაია ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააპატიმრეს. მასთან ერთად საბრალდებო სკამზე ზის ვასილ ქერდიყოშვილი. გამოძიების მასალებით ქერდიყოშვილმა და ხასაიამ რამას ჩადუნელი თამარ მეფის ქუჩაზე სცემეს. თუმცა ორივე დაკავებული ამტკიცებს, რომ ერთმანეთს არ იცნობენ. სასამართლომ დასაშვებად ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება და ამასთანავე ბრალდებულების მიმართ გამოყენებული პატიმრობა ორივე ბრალდებულთან მიმართებით დარჩა ძალაში. სახელმწიფო ბრალდებამ დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მიუხედავად აღკვეთი ღონისძიების სახით ყველაზე მკაცრი ღონისძიების გამოყენება პატიმრობა მოითხოვა. თუ რა დევს რეალურად საქმეში და რა მტკიცებულებებით ასამართლებენ 28 წლის აფხაზეთიდან დევნილ ბიჭს, ამ კითხვებზე პროკურორმა ვერ გვიპასუხა. მტკიცებულება არსებობს თუ არა? ვიდეო მტკიცებულება არსებობს თუ არა? სხვა დეტალებზე საქმის გარემოებებზე არა, ვიდეო მტკიცებულება არსებობს თუ არა? კი ან არა, ძალიან მარტივი პასუხი. მტკიცებულებებზე ვეღარ გესაუბრებით. და თუ ვიდეო კადრები არ არსებობს? ვერ გესაუბრებით. საქმის გამოძიება უკვე დასრულებულია. მოსამართლემ არ გაიზიარა ადვოკატის შუამდგომლობა ბრალდებული ხასაიას სხვა აღკვეთის ღონისძიებით გათავისუფლების შესახებ. ადვოკატი აღნიშნავს, რომ ხასაიას გაქცევა არ უცდია. ამას კი მოწმობს ის ფაქტი, რომ 1 სექტემბერს მომხდარ ინციდენტზე ის 29 სექტემბერს დააკავეს. ხასაიას უფლებადამცველი ასევე საუბრობს იმ დარღვევებზე, რომელსაც ადგილი მისი დაკავების მომენტში ჰქონდა. ყველანაირი წინაპირობა არსებობდა სამართლებრივ იმისა, რომ აღკვეთის ღონისძიება შეიცვალა პატიმრობა და გამოიყენებინა თუნდაც ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიება, როგორც არის გირაო, თუმცა ამ ნაწილშიც აბსტრაქტულ რისკებზე მითითებით სასამართლომ ჩვენი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და დატოვა გელა ხასაია პატიმრობაში. ვიდეო მტკიცებულებები არის, რომელიც დანაშაულის ჩადენის ფაქტს არ ასახავს, სწორი კვლევის პირობებში პირიქით შესაძლებელია გამორიცხავდეს კიდეც დანაშაულს. გელა ხასაიას მხარდასაჭერად დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი თანამებრძოლები შეიკრიბნენ, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ რეჟიმი აქტივისტ პოლიტიკურ პროცესებში აქტიურობისთვის ჯის და სწორედ ამიტომ ასამართლებს. ჩვენ არანაირი მოლოდინები რა თქმა უნდა არ გვაქვს და სწორედ ამიტომ ვიბრძვით ამ რეჟიმის წინააღმდეგ, რომ შევქმნათ წესიერი სამართლიანი მართლმსაჯულება, რომ ყველა მაგოს პასუხი და განსაშლელი სკამზე ისხდნენ არა გელა ხასაია და ის სინდისის პოლიტიკური პატიმრები და არა ის ადამიანები, რომლებიც გუშინ ყველანაირი ძალადობით დააკავეს ეგრეთ წოდებულმა პოლიციელებმა, არამედ ის ადამიანები, ვინც ნამდვილად დამნაშავეები, კორუფციაში გახვეულები, მოძალადეები არიან და წარმოადგენენ დღევანდელ რეჟიმს. არის ადამიანი, რომელიც ყველას ძალიან მაგრად გვიყვარს. ადამიანი, რომელსაც ვერ დააბრალებ, რომ ვიღაც ცემა, ისეთი ადამიანია, რომ წარმოუდგენელია, ყველაზე წარმოუდგენელი ბრალდება დაუდეს გელას. საქმე უკვე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გელა ხასაიას 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. შემდეგი სასამართლოს ხდომა 3 დეკემბერსაა ჩანიშნული.